მოგესალმებით. ამ ვიდეოკასტის ინსპირაცია გახდა სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები, რომელშიც ერთ-ერთი უცხოელი აქტორი აზიარებს სალომე ზურაბიშვილის ფოტოს და აწერს: საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, ხოლო ამ პოსტის საპასუხოდ ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. Ახლად არჩეულ პრეზიდენტს იხსენიებს და არქმევს რუსულ მარიონეტს და ასევე მოგვიწოდებს, რომ ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები. ძალიან სიმბოლურია, როდესაც შენი ქვეყნის კონსტიტუცია, შენი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი ირჩევს ახალ პრეზიდენტს, ამის მიუხედავად კი უცხოელი აქტორები და პოლიტიკოსები დაჟინებულად და დირექტიულად გვეუბნებიან, რომ არა, სალომე ზურაბიშვილი არის თურმე ჩვენი ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს ყველაფერი ძალიან კარგ განმარტებას გვაძლევს, თუ რამდენად დიდი არის უცხოური ჩარევა და უცხოური გავლენები ქართულ პოლიტიკაში და როგორ არღვევს თითეული ეს განცხადება საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის ყველა ნორმას. მაგრამ ამ ვიდეოკასტში ასევე რამდენიმე სიტყვით მინდა შევჩერდე სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც თავის დროს ქართული ოცნების ამორჩევლის მიერ იქნა არჩეული პრეზიდენტად. და რა თქმა უნდა, რომ არა ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც უკვე მეორე ტურში თავად ჩანდნენ ბანერებზე, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნამდვილად არ იყო შესაბამისი, რომ ის არჩეულიყო პრეზიდენტად, ნამდვილად ვერ მოხდებოდა საბოლოო შედეგის დადება. ახლა ცოტა ხანი შევჩერდეთ, როგორ ავირჩიეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლის მხრიდან მხარდაჭერის გამო არის და იყო ის საქართველოს პრეზიდენტი. არ გავჩერდები თავად იმ ძალიან აგრესიულ და სიძულვილით ახსავსე შავ კამპანიაზე, რომელსაც ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აწარმოებდა, მაგრამ დავკონცენტრირდები რა იყო ჩვენი мотиваცია მის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობდით, რომ ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი და ამაში ახლაც ძალიან დიდ პოზიტივს ხედავ ზოგადად ქალებთან მიმართებაში და მეორე, მისი წარმომავლობიდან, მისი ოჯახიდან გამომდინარე, ის წარმოადგენდა ემიგრაციაში წასულ ქართულ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარეც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და ზოგადად პრეზიდენტად მისი ყოფნაც ძალიან სიმბოლური დატვირთვის იქნებოდა. თუმცა გაგახსენებთ, რას ამბობდა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიცია. ოპოზიცია მას რუსეთის აგენტს, რეზიდენტს უწოდებდა. ამავდროულად ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველი ადამიანი იყო, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლება დაადანაშაულა 2008 წლის ომის დაწყებაში და მესამე, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულად აზრსაც კი წესიერად ვერ გამოუხატავს. ეს სამივე მოსაზრება, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. თუმცა, რაც მინდა განსაკუთრებით გულისწყეტით გავიხსენო, ეს არის 2022 წლიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რომელიც გარკვეულწილად ეხმიანება იმ ბრალდებებს, რომელსაც ოპოზიცია მას წაუყენებდა. განსაკუთრებით მტკივნეული არის 26 მაისი, ესეთი სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვის დღე, სადაც სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა, რომ ის რუსეთის პოლიტიკით იმართება. ამაზე დიდი ბრალი არ შეიძლება ვინმეს წარუდგინო, მით უფრო რომ ის ასეთი თავისუფლად, მარტივად და ერთი ხელის აღებით წაუყენებდა ამ ბრალდებას საკუთარ ქვეყანას. ამის შემდგომ ვიცით მისი ყველა განცხადება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიემართებოდა, ვიცით ყველა მისი გამოსვლა და მისი მავნებლური მოქმედებები, რომლითაც ის ქართულ სახელმწიფოს და ქართული ხალხის არჩეულ ხელისუფლებას პრორუსებს უწოდებდა და მსგავს ბრალდებებს აჟღერებდა. თუმცა, რამ გააერთიანა სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია, ეს არის ძალიან საინტერესო. ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან მხოლოდ ერთ საერთოს პოვებს, ეს არის ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა და ის აგენტურული დავალების შესრულება, რომელიც სამწუხაროდ ორივე მათგანს აქვს მიღებული. მინდა გაგახსენოთ ქართული ოცნების მხრიდან იმპიჩმენტის წამოწყების პროცესი, სადაც ქართული ოცნების 80-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ ის ნამდვილად არაკონსტიტუციური სუბიექტია
თუმცა ეს ყველაფერი შემდგომ პარლამენტში კენჭისყრით უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ აქაც სალომე ზურაბიშვილის ხსნელად და უკვე ძალიან ნათელ და გამჟღავნებულ მოკავშირედ მოგვევლინა ნაციონალური მოძრაობა, კრებსითი ნაციონალური მოძრაობა, რადგან ქართული ოცნების ხმები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ 100 მომხრე დაფიქსირებულიყო იმპიჩმენტთან დაკავშირებით და სწორედ ეს დარჩენილი ნაწილი აღარ შეავსო ოპოზიციურმა დეპუტატებმა. ეს მოკლე ისტორიული რაკურსი კი იმისთვის შემოგთავაზეთ, რომ ძალიან მკაფიოდ დაინახოთ, რა აერთიანებს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციასთან. ადამიანები და პოლიტიკური სუბიექტები, ვინც ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულები იყვნენ და ახლაც ერთმანეთის მიმართ ზიზღი და სიძულვილი არ განელებიათ, მხოლოდ და მხოლოდ გააერთიანათ ერთ შემთხვევაში ძალაუფლების შენარჩუნებამ, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალაუფლების მოპოვების სურვილმა. მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ მათ არ დავიწყებიათ სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება და მათ შორის ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ აწყობთ ერთად ყოფნა და რა თქმა უნდა ეს გაერთიანება ძალიან ხელოვნური და ნამდვილად პოლიტიკურად ამორალურია. იმის ფონზე, რომ სალომე ზურაბიშვილს უკვე გადარჩეული პრეზიდენტია და უკვე ინაუგურაციის შემდგომ ის ექს-პრეზიდენტი იქნება, მისი ბოლო მცდელობა, მათ შორის ევროპარლამენტში გამოსვლა და სერგო ორჯონიკიძისეული მოწოდება უცხოური ძალების მიმართ, რომ შემოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში და დაეხმარონ მას თავის ძალაუფლება შეინარჩუნოს, სხვა არაფერია თუ არა უმძიმესი ლაქა ამ ადამიანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხოლო თქვენ იმ ადამიანებს, ვინც ჩემი პოლიტიკური გუნდის ამორჩევლები არ ხართ, ამ ვიდეოკასტით კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, ვის მხარეს არის თქვენი არჩევანი, ვის იწონებთ, რა პოლიტიკურ ძალას უდგებით გვერდით, მაშინ როდესაც გსურთ ხელისუფლების გადარჩევა, ვინ მოყავთ, რა ღირებულებებით გაერთიანებული ადამიანები და ადამიანები, რომლებიც საკუთარი ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წავლენ, მათ შორის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგაც.